მიკაი დაიმბეგ დერელზე რომელი ორშაბათობაში ლაპარაკობს და რომელი წუთიდანო კაცს ვახსოვდეს ახლა დაიმბეგ დერელზე რაც ვაკვა მოვიდა ჩვენთან უკვე ის არის ტაიმკოდები არის შეიძლება ძველგადაცემს არ აქვს მაგრამ ახალგადაცემს შედარებით ტაიმკოდები ყველას აქვს სადრაზეა ლაპარაკი მეტნაკლებად ყველა თემა არის დერელზე რომელ ორშაბათობაში ლაპარაკობდის ისე დაიმბეგ დერელ მუსიკოსი იყო ეგეთი რომელიც მოკლეს იმაში კონცერტის დროს გიტარისტი იყო ცნობილი კაი და ის იდიოტურად კონცერტის დროს ვიღაცა ესროლა ვინჩესტერი თუ რაღაც ისე. თან მაგარი გიტარისტი იყო ძალიან. დაბადების დღე მაქვს ბიჭებო. მე დონაცია სადა? გილოცავ ლუკა ხატიაშვილს აქ დაბადების დღე გილოცავ ლუკა. გულები გაუსწამოს ლუკას დაბადების დღე აქ. შეიძლება ახლა გახდა დონაცია სადა? რაღაცა წლის. რამდენი წლის არ ვიცი. მოიწერა მაგრამ რამდენი წლის გახდა ეგეც რო ვიცოდეთ. ჰენდერსონი და ველბეკი გადადიან ჩელსიში, ал მეც ვნახე ეგ დღეს, ჩელსიში. ველბეკი გადადისო შეჭა. იმაში მასაჟისტებს ემატებიან თუ ფეხბურთელებად გადადიან? და შეურაცხყოფელი კითხვა არის Queen-ის cool cat-იციო. მე როგორ შეიძლება, მე Queen-ის ყველა სიმღერა ვიცი вообще. ერთ-ერთი სიმღერა არის, ერთ-ერთი ჯგუფია რომელიც ყველა სიმღერას ვიცი. არის ახლა ჯგუფები, რაღაც ჯგუფებზე გაჩერებული ვარ რა, რაღაც ალბომების მე აღარ უსმენ რა. აი რატომ რაღაც ეგრე დაემთხვა და წამოდი წამოდი მეხანი გძელდება ხო დავფიქრე 20 წელია რა. ერთი 20 წლის წინ რომ მივიყევი თქვა და Deep Purple-ის ალბომებს Strange ისა Perfect Strangers 94-ის მერე გავჩერდი. ანუ იქით ალბომებს აღარ გავყევი, აღარ მომისმენია რა ეს ალბომებად. რაღაც სიმღერები ალაგ-ალაგ ვიცი. 94-ის ერთი სიმღერა ვიცი, რაღაც ბანანასიდან ვიცი ერთი სიმღერა 23 წლის ალბომია და რა. იმაზე Black Sabbath-ზე ვარ ეგრე 95-ში თუ რაღაცა მაგის მერე გაჩერებული ვარ და აღარ მომისმენია იმის იქით вообще ალაგ-ალაგ ვიცი ეგ სიმღერები, ალბომები არ ვიცი. და Queen-ი მაგალითად არის, ну Queen-ი ალბათ походу იმიტომ რომ მე რო მუსიკის აქტიურობას მე დავიწყო დამთავრებული იყო აღარ არსებობდა, მაგრამ ხა Beatles-იც ეგრეა და Beatles-ის ყველა ალბომი არ მაქვს მოსმენილი, Queen-ის ყველა ალბომი მაქვს მოსმენილი. Pink Floyd-ის ყველა ალბომი მოსმენილი. ეგორი ბენდი ვიცი თავიდან ბოლომდე. და Zeppelin-ი, ხო, Zeppelin-იც, ну Zeppelin-იც იმიტომ რომ ის კლიპი იცი, რა ქვია, ჩაკუჩები რო გამოდის და ლულულულუ ეგ იცი? აი კლიპიც ვიცი. აი Queen-ი, Pink Floyd-ი და Zeppelin-ი ალბათ ყველა სიმღერა ვიცი რა, თავის სინგლებიან, ალბომებიანად და დანარჩენი არის. რა, სიმღერა უნდა იცოდეს ეს. ну Sex Pistols-ის. შენ თვითონ უნდა შეგეძლო შესრულე, ეგ არის ვიცი. არა, ხო. აბა ვიცი მოვსმინე. მოსმენილი მაქვს. Sex Pistols-ის ყველა სიმღერაც ვიცი ასევე. ეგ ისეთ кай ხმურობა არის ხარ. მუსიკის როკ მუსიკის ცოდნა მიხვდებოდა და ეს ვერ მიხვდა. უი, Sex Pistols-ი მაი გამაცვია სხვა. რას ვერ მიხვდი? Sex Pistols-ის ყველა სიმღერა რო ვიცი. რატო ეგ სასაცილო. იმიტომ რომ ერთი ალბომი აქვს Sex Pistols-ის ხო. მივხვდიო და ახლავთ ეგ იყო. ერთი ალბომი არ გამოუშვათ, ერთადერთი ალბომი აქვს Nevermind the Bollocks და ამხელა გავლენა უნდა კონდეს მუსიკას წარმოიდგინე, ერთ ალბომს რო გამოუშვებ და ამხელა იმას რომ მოახდენ Furors და ამხელა გავლენას რომ მოახდენ. საშუალო იმ დღეს ამომიგდო ის ისტორია, ცნობილი ამბავი არის. Sex Pistols-ი და Queen-ი ერთად წერდნენ იმას. ერთ სტუდიაში იყვნენ. ანეკდოტია რა ბაშ. არა, მართლა ეგრე. Sex Pistols-ი, Queen-ი და Led Zeppelin-ი ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში. არიან თვითმფრინავში. ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში მე მგონი Abbey Road-ზე იყვნენ вообще რა. მე მგონი საერთოდ Abbey Road-ზე იყო. და Queen-ი რაღაცას წერდა, რაღაცა ალბომს. და გვერდზე იყო Sex Pistols-ი, გვერდზე ოთახში რა. და Sid Vicious-ი ამათი ბასისტი ვინც იყო გამოვიდა და აქეთ შევიდა Queen-თან. მერკურის ნათქვამი ჰქონდა ფრაზა რომ ჩემი მიზანი არისო რომ ბალეტი მივიტანო მასებამდეო რა. მაგას ვასებოდა რაღაც ეს ლაპარაკი იმეებით აქვია, ქარაგმებით და ბალეტი მივიტანო და ეს გამოვიდა სირვიშეზე გადაყლებული ალბათ სავარაუდოდ კაიფში ყველაფრის რაც შეიძლება. ეგ 21 წლის დაიბრიდა ეგ ტიპის შეჩემო. 20 წლის იყო ალბათ მაგ დროს და ეგ შევიდა და აბა რაკენიო, ფრედიო, მიიტანეო ბალეტი მასებამდეო, კაიფებოდა რა. და ის არიცოდა ამ რომ მერკური მიხოთ იმისა რომ გეი იყო. ასევე ძალიან კარგად ჭუბობდა და რაღაცა ის ჰქონდა. ტაეკვანდოში თუ კარატეში რაღაცაში ის ჰქონდა რა, რა ქვია. შავი კამარი თუ რაღაცა. ამას ეგონა ხ მერკურის ალბათ ნალაპარაკები რო ქონდა მოსმენილი, ნაზი ბიჭია თუ რაღაცა და ამა კარში გააკანა ლეწა. გააგდო კეჩოთი დაიწერა და ისე გააგდო ხმიჩამწერი სტუდიიდან. ჯერ არაო. ჯერ არა ძვირფასოა და მე გააგდო ემიდან რა ქვია. ხმიჩამწერი სტუდიიდან სიდვიშეზე და მე დაჟე ინტერვიუები მაქვს ნანახიო ჯერ ცოცხალი იყო სიდვიშეზე და ეს მაგარს იმაშველოდა აჯვამდა. მე ხوار დაწერეს мама I killed the man. არა გაწერილი ქონდა უკვე. ინტერვიუში მოკვდა 91-ში ალბათ რა და მერკურის ინტერვიუ მაქვს ნანახი სადაც ბაზრობს რომ აი კარჩე
დებილიაო რა, ძალიან ცუდი ტიპია. კლიავია. მე სამსტობს არ ამბობს, უარეს ამბობს, მაგრამ ძალიან ნაჯვამ და ვიშეს საწყალს. Joy Division-ის ყველაფერი არ ვიცი არა სამწუხაროდ. არ არის ჩემი საყვარელი ბენდი Joy Division-ი და არც New Order-ის შესაბამისად. თუმცა რაღაცები ვიცი რა თქმა უნდა. Mother on Mondays, ვინილი გამოუშვესო. ძალიან კაი. Mother on Mondays არ მაქვს ვაჟის ბევრი რაღაც მოსმენელი და მაინტერესებს. Knopfler თუ Clapton-ია. ძალიან კაი კითხვაა და ძალიან რთულიც, არ ვიცი. Clapton-ი ძალიან მაგარია, ალბათ საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია ისტორიაში. მაგრამ Knopfler-იც ეგრეა, ამიტომ ვერ გეტყვი. მე პირადად ამისთვის ეხლა გააცემა, ამისთვის დავტოვოთ დიდი ხანი რომ შენ მე პირადად Knopfler-ი უფრო მევასებ. გაწელო? შენ თამაშზე გეკითხებიან და რაღაც ამდენს არ ვლაპარაკობ, შეჩემო, ანუ არ გეკითხებიან ამდენს და იმიტომ ყველა წელზე კიდია შენი თამაშები და მაგიტო და მუსიკა უფრო მეტ ხალხს აინტერესებს და მეტ ხალხს უყვარს. რა მნიშვნელობა აქვს? ანუ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? სულ აინტერესებს. სულ მუსიკა უფრო მეტ ხალხს აინტერესებდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დაждდა მე უნდა გისმენ. არა, შენ უნდა დაერგო მუსიკაში. მოვიდა დრო რომ შენც მუსიკაში გაერგვა ცოტა და შენც ილაპარაკო, მე აი და ხუზე რაღაცები რო თქვა ხოლმე, რომ მოვიდა დრო შენს თამაშში გაერკვე. თამაში რო გაერკვა მოვიდა მაგაზე. შემდეგ სეზონისთვის მე თამაშებს ვილაპარაკებ, შენ მუსიკაზე ვილაპარაკებ. ანუ ეგ არის აი სიზარმაცის კლასიკური მაგალითი, ტატო. აი სიზარმაცის კლასიკური. უნდა და ამდენი ხანი რაღაც გაკეთება. რაც მუშაობა დაიწყო იმაში. სილკში ამოვიდა რომ დერბებზე უნდა გავაკეთო გადაცემა და ბიძინა ეკაიფებოდა ბოლოს დერბ ტატო ეხლა მოვა დერბებზე გადაცემას გააკეთებს. დერბებზე გადაცემა მაგას გავაკეთებ ბეტსონზე. რომ სხვანაირს არჩეულ გამოფენაში რომ ეს ქვა რო დააქვს ჩეჩემი ამისგან გავაკეთებ რას გააკეთებ თუ გამოვა მე მაქვს ეგეთი იდეა ახლა გაგიზიარებ თუ გამოვა რავი თუ ხალხის საინტერესო აქვს ხალხსაც თუ დაინტერესებს ეგეთი გადაცემა დაახლოებით მონახაზი რო გითხრა დაახლოებით რა ახლა დერბებზე მქონდა სულ იდეა რომ რამე ის გადაცემა გამეკეთებინა ისტორია რა მოყვე რა რაღაც პატარა ვიდეოში რომ მოყვე ისტორია რაღაცა პანათინაიკოს ოლიმპიაკოსის დაპირისპირებით სიტყვაზე რა ან რაღაცა ფენერბაჩე იმის რაღაცა არა გადაცემა ეხლა გეუბნები რომ მაგაზე გადაცემა აღარ ივარგებს არა ეგ არა ხო და ეხლა მომივიდა ეგეთი იდეა სურვილის გამიჩნდა რომ რაღაცა გასვლითი შეხვედრის ტიპის მსგავსი გადაცემა მე რო წავიდე და აღარ ჩამოხვიდო არა მე წავიდე და მაგალითად ჩავიდე პრაღაში სიტყვაზე ლუთიტალიო მოუყვე როგორია match days experience-ი პრაღაში ულშემატკივრთან დაელაპარაკო ვიღაცა ტიპთან ეკა ეს სლავია სპარტაზე სიტყვაზე რომელიც ერთ-ერთი დიდი დერბი არის ახლა აღმოსავლეთ ევროპაში გამორჩეული დერბია და ისტორია რა პახოდ ისტორიაც რო იყოს ჩართული ამ დაპირისპირებაში რატო ამ მნიშვნელოვანი აკონტექსტი აქვს მარტო საფეხბურთო ხო არ არის ყოველთვის დერბებში არის რაღაცა სოციალური კონტექსტი არის რა და ამაზე რომ მოყვე რა მოხდა რაღაცა ისტორიაც რო იყოს პახოდ ნაჩვენები რო იყოს რა ხდება თამაშის დღეს პრაღაში ულშემატკივრები რაღაცა ეს ადიონზე მისვლა ეს ხა თამაში ვერ გადაიღე ბუნებრივია და მაგაზე ეგეთი რაღაც სიუჟეტივით რო იყოს სულ იქნებოდა? ძალიან ხარჯიანი იქნება და არ ღირს. დავაი. ხარჯიანი და დოვლათია და ისინი რა ქვია? იქნება გასაგებია. არ ღირს. რატო არ ღირს შეჩემ? თუ გინდა დერბები. არ ღირს რა, ანუ ვერ დადებ იმ შედეგს. შედეგი რა უნდა იყოს? რავი, მაგდენი მაყურებელი არ ეყოლება. ხო. არა, ნუ ხო, კარგი რაღაცებს ვერ მაყურებელი არ ყავს ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ. მაგან ჩვენ ბევრი ხალხი გვიყურებს. ჩვენ არ ვარ კაი რაღაც. ხო, ეგეც არის. წახვედი? მიდი გენაცვალოს ჩემი თავი. აი, გადაცემა რომაც დაყოფი ვარ. გადაცემის პროდიუსერი მოვიდა, ჭამა, იბანავა. სანამ დავდო გადაცემა გენაცვალოთ გეხუტუნა. თუმცა ტაიმკოდები მეგობრებო, გადაცემის დასრულებასთან. დარჩა ვაფთავრებ უკვე მართლა და. ბიჭო, მაგუბარი უნდა გავაცილო აეროპორტში და ცხენით აცილებ შენ მანქანით მოვიდნენ და ვაცილებთ მე. შენ არ აცილებ, ეგ ნიშნავს რომ просто მიყვები. გაცილება არა, გაცილება შენ რო გაიგო და მანქანით. რო ადის ტრამზე. მეგობარი თავისი მანქანით მოვიდა და არა. იარაღი უდევს დამას. იარაღით აცილებს. მანქანა არ ყავს, შეჩომა რითი აცილებ აეროპორტში. ამ დაჟე მანქანა არ ყავს არა პრობლემა. პრავა არ გაქვს. ამ საჭესთან ვერ დაждები. ისე შენ შეჩემა ყველას მოდელი ამას რო პროვა ქონდეს წარმოვიდგინე ვაფშე ხანკუტაიში ხარ რაჭაში და იმაში და არ ჩამოვიდოდა იქიდან წადი ვაკო წადი ერთი კომენტატორის არ იყოს ეხა აქ კომენტარი მაინც არ იქნება მეტრო იკეტება და წავალო შენ წადი მეგობრებო მართლა იქნება ახალი სტუდია და მართლა იქნება პრომო ვაკო გააკეთებს იმიტომ რომ ხელობა ისწავლა და ყველაფერი იმენ ხო იცით კაი ეხა ტატო ჭუჭუს გაწეული გაერშე დავამთავროთ გადაცემა და
აღარ გვინდა მეტი სალაპარაკო ნახე გაშრა პირი რა გაშრა პირი აღარ არის სალაპარაკო თავიდან ჩვენ მაგას რატო გახარακτიოს პანაშვიდი იყო წადი შეჩემო წადი ვეუბნოთ ხო რომ უბრალოდ ეს იყო ჩემი პირველი სეზონი მობზანდი ვაკო არის სანამ ეს განათხოვებული დაამთავრებს იქამდე ვაკო დავემატეთ ზამთარში განათხოვებულია და ეხა უყურეთ იჯარად და დაუბრუნოთ დავტოვებენ თუ არა და ჩემი პირველი სეზონი იყო და სასიამოვნოა მეგობრებო არა ძალიან ხოთ ეს ახში ვიდეო აღარ დავმე აღარ დავმე თავისუფალი აგენტი დავრჩები აღარსა და უგუნდოდ და სასიამოვნო იყო პირველი სეზონი გადაცემის პროდიუსერის ჩვენთვის არც ის შენთვის ხო რა ვიცი შენ ისე მიერეკები ხოლმე სკამის ფული გაქვს მოსატანე რო გაწერ 50 ლარი მაგასაც დავდოთ მადლობა სკამის ფული პირველი დადება არ იქნება თან სკამი ფონდის ფული